ერთი კითხვას დაუსვევდი ბატონ ფინანსთა მინისტრს გუშინ ის საუბრობდა ფინანსთა სამინისტროს აქვს უდიდესი როლი, აკისრია უდიდესი როლი იმ კონცეფციის შესრულებაში, რომელსაც ის თქვენ და თქვენი გუნდი ეძახის მცირე მთავრობის კონცეფციას და ეკონომიკის ინკლუზიურობაზე საუბრობთ. მაგრამ იქვე დააძინეთ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო ხარჯების შემცირება, მათ შორის ბიუროკრატიის შემცირება. თუ ხართ საქმის კურსში, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მხოლოდ შტატით 14,000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს. დაცული მოძრაობის დროს 101,000, დღეს 115,000. ეს ერთი. არ გვაქვს ინფორმაცია, ვინაიდან უბრალოდ კანონს არ ღვევთ მთელი თქვენი გუნდი, როგორც გინდათ, სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების შესახებ. მაგრამ თუ კი ჩვენი წყაროებით მიღებული ინფორმაციით, ასე ვთქვათ, დავაჯამეთ ამ რაოდენობას, ეს არის დაახლოებით 30,000-ით მეტი, ვიდრე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. რა ძალისხმევა ჭირდება თუ არა პოლიტიკური ნება, რომ უბრალოდ ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები საჯიჯგნად არ ჩაუგდოთ ბიუჯეტი მათ ხელთ. აი ამის გასაკეთებლად ბატონო ფინანსთა მინისტრო საჭირო არის უბრალოდ გქონდეთ პოლიტიკური წონა. აი კაპიტალი უნდა გქონდეთ უბრალოდ პოლიტიკაში. კარგი, ოპოზიციაში ნამყოფი უნდა იყოთ, გუნდსაც უნდა იცნობდეთ. პოლიტიკოსი უნდა ბრძანდებოდეთ, ხო, გუნდი შიგნით თქვენს მიერ ლობირებული საკითხი გაიტანოთ. გასაკვირი არა ეს ყველაფერი რომ არ გაქვთ, და არ მიგვს ვინაიდან გუშინ მობრძანდით, უბრალოდ მართლაც გითანაგზავნოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემები აუცილებლად შეგექმნებათ პირველ რიგში თქვენი თანაგუნდელების მხრიდან, იმიტომ რომ ეს არ არის ჯეოსელი. ეს არის ქვეყნის ხელისუფლება, მთავრობა, სადაც პოლიტიკურ თანამდებობას უნდა იკავებდეს პოლიტიკოსი. ეს არ არის მართლაც არ არის რაღაცა ფიჭური კომპანია. და როგორ აპირებთ უბრალოდ აი ამ გამოწვევებთან განკლავებას. მადლობა. უკასა 12 წუთი დარჩა. გთხოვთ მოკლედ და შემდეგ უკვე 2 კი 12 წუთი დარჩა. როგორ გიადრებათ? 12 წუთი. მარმინდა. შეიძლება უპასუხო თუ როგორ არის. რაც შეეხება შრომით ანაზღაურების ხარჯებს. თქვენ რაღაც ციფრები დაასახელეთ, რომელიც ახლა მე ზუსტად ვერ დაგიდასტურებ 14,000, 2,000, მაგრამ ყველაფერი დადის ფულამდე. ხო? ხო ეს არის მთავარი. ხო და მაშინ გეუბნებით 2000 მე მაქვს ხელთ ეს გრაფიკი შემიძლია ახლა მოგაწოდოთ. 2004 წლიდან 2018 წლამდე შრომითი ანაზღაურება იყო 4,5-დან 5,5% ემისი რა ქვია მთლიანში და პროდუქტის. და ის არიცით რა. რაოდენობა რამდენი იყო და რამდენი ისი რაოდენობა. არა, ეს არის ისი რაოდენობა რა ვიცოდე ხა მე არა, არ მეკვირდა და არ გამოვიწოდე. უბრალოდ გაკვირვება თუ არის ეს რა იცით. ექსოდებით ციფრები რომ ვიცოდე მე ხა რამდენი დასაქმდა ბოლო 5 წელიწადში ყველა სიფში უნდა შეგეშინდეთ, მაშინ არ ვიქნები ნორმალური. ეხლა გეუნებით სხვა რამეს 3,5-დან 4,5-დან 5,5%-მდე იყო ხარჯი. პირველად არის როცა 4%-ს მივახლო 4,1-ია და 2019-ის ბიუჯეტში 3,9 იქნება შრომითი ანაზღაურება. ეს რეფორმა ჯერ ის დიჯიტალიზირებული რეფორმები რო გატარებული არ არის ისე და ეს უპრეცედენტოა. თუ ფულში ზომავ და შედარებითობის პრინციპში გასაგებია თუ ეხლა ამას მოყვება სიპების და აიპების გადახედვა და მე დარწმუნებული ვარ რომ მაგის ოპტიმიზაცია. ეხლა მე ხوار ვიბრალებ ჩემთავზე. მე ხო დღეს მოვედი. დღეს დამხვდა უკვე ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი დონე შრომითი ანაზღაურების. უკვე პრინციპში ისეთი გამოწვევა ეს ციფრი უკვე გამოწვევაა და 2019-ში დაგეგმილი გვაქვს 3,9 არ ყოფილა არასდროს 2004-დან მოგცემთ გრაფიკს გადაამოწმეთ თუ ვიტყვები შემდეგ სექციაზე თუ რაც ქვია გამოდით და მამხილეთ. მადლობთ. შეიძლება ასე არ არის სამწუხაროდ არ ხართ საქმის კურსში, მაგრამ რომც იყოთ ეხლა იგრძნობა გულწრფელობა. აი გეტყობათ რომ ცდილობთ გულწრფელობა დაწმებულო ერთ კვირაში ეს თქვენი გულწრფელობა გაქრება და გადახვალთ
ტყუილების ტირაჟირებაზე, იმიტომ რომ არ არსებობს გამგეობა და არ არსებობს გუბერნია, არ არსებობს სამინისტროსაც მნიშვნელოვნად არ გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა. თანამშრომელთა რაოდენობას, როდესაც ვსაუბრობ პირობითად გულისხმობ, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვეულებრივად ქართული ოცნების აქტივისტები. ნაციონალური მოძრაობის დროსაც 100,000 თანამშრომელი როდესაც იყო, გონია თუ არ იყო გადაბერილი? რა თქმა უნდა, იყო გადაბერილი, მაგრამ 115,000-მდე ახვედით. და აქ შტატგარეშეებს არ ვთვლი. და უბრალოდ რა გაკეთდა იმდენი ქვეყანაში თუ კი რამე გაკეთა რომ 14,000-ით გაზარდეთ თანამშრომელთა რაოდენობა. ეს ერთი. მხოლოდ თქვენს PR-ში დახარჯული 120 მილიონი ლარი. რო 160 მილიონი ლარი რო დაგეზოგათ, 20-25 ლარი პენსიონერს გაუძლიერთ პენსიას. მილიარდელი პარტიის თავმჯდომარე ყავთ, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, საუბრობდა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, საუბრობდა საწვავის ფასის განახევრებაზე და რა არ დაპირდა მოსახლეობას, ყველაფერი საპრინციპოდ გააკეთა. და მიმდინარე წელს ლარითაც არ ზრდის პენსიას. როდესაც წელსვე არის შესაძლებელი და იქნებოდა შესაძლებელი ნორმალურ ხელისუფლების და თავრობის პირობებში 720 მილიონი ლარის მობილიზება, რომ 80 ლარით გაგეზარდათ პენსია. 160 მილიონი ლარს თუ PR-ში ხარჯავთ, რომელიც მართლა არაფერში არ გადგებათ. აი რა გაქვს საფიარო, რომ PR-ში 160 მილიონი ლარი დახარჯოთ. აი რომელი ერთი მინისტრი დადის საზოგადოებაში ხალხში. აი ბატონი ბახტაძე გავიდა რამდენიმე დღის წინ უბრალოდ რეგიონებში და მართლაც იმდენად არაბუნებრივად გამოიყურებოდით, იმაში რატომ უნდა ხარჯოთ? ეხლა ფული რომ შუა გზა ტრასაზე დადგეთ, მილიონები ხარჯოთ, იმაში რომ ბრიფინგი მოვაწყოთ, მართლა გეტყობათ, რომ არ არის უბრალოდ ეს თქვენი ფინჯანი ყავა. ფინჯანი ჩაი არ არის უბრალოდ ეს თქვენი საქმე და ამაში ნუ დახარჯავთ ფულს. და ეცადეთ რომ პენსიონერს პენსია გაუზარდოთ. ისე კი არა გაუფასურებული ლარი, რომელიც ახლა მომდევნო წელს 20 ლარით რო აპირებთ გაზდას პენსიის, მაგრამ სყიდულობით უნარიანობა მნიშვნელოვნად აქვს ლარი დაკარგული. და გიდ 20 ლარით გაზარდეთ, ეხლა გიდ 30 ლარით. აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ იმ 150 ლარით რასაც ყიდულობდა პენსიონერი, დღეს 180 ლარითაც ვერ ყიდულობს. და ყოველი მესამე პენსიონერი იკვებება ვალით და ყოველი მესამე პენსიონერი სარგებლობს ბანკი და გამოტანილი კრედიტით. და რეალურად ყოველ მესამე პენსიონერს საქართველოში დღეს პენსია 180 ლარი კი არა აქვს. პენსია აქვს 80 ლარი, 70 ლარი და 50 და 90 ლარი. და არ გეწყინოთ, როდესაც აი წყომას ვერ მომალავ, იმიტომ რომ მილიარდელი ხელისუფლების პირობებში ხახნო. დაპირდა ერთს და გააკეთა სრულად საპირისპირო და არ შეგახსენოთ? მუდამ არ გიკიჟინოთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ? ადამიანი დიდრდება, მილიარდელი ადამიანი თვითონ დიდრდება და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი ოჯახის მცირდება და მცირდება. ეს არის ფაქტი და უბრალოდ მართლაც აი ამ ეკონომიკური გუნდით რის გაკეთებას აპირებთ? წარმოუდგენელია ბატონი ეკონომიკის მინისტრიც ეხა დღეს კომიტეტის ხდომაზე ეხა 7% ნახევრიანი ზრდა თვიური იყო წლიური გაიგო კომიტეტის მიმდინარეობისას. მე მაპატიეთ არ ვაპირებ და უბრალოდ გამახსენეთ და თქვენ გამახსენეთ ბატონი ჭიკაიძე, ოღონდ ეკონომიკური გუნდის ჭიკაიძე ბრძანდებით, ჩემის აზრით, ამის ძალიან დიდი პერსპექტივა გაქვთ. იმედია ვწდები, მაგრამ დღეს მე რაც თქვენ გისმინეთ, გუშინ მე რაც თქვენ გისმინეთ, მართლა რა გინდათ ამ იქ სადაც უბრალოდ არ იცით ხახნო რა უნდა გააკეთოთ. გამახსენდა ის რიგითი სტატისტიკური ქართველი მამაკაცი, რომელიც შესაძლებელია ეხა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ნარდ თამაშობდეს საკუთარი კორპუსის ეზოში და პარალელურად უბრალოდ საუბრობდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ზედაპირულად. მოუმზადებელი იყავით, წარმოუდგენლად მოუმზადებელი იყავით. უბრალოდ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, როდესაც შემოვიდი კითხვის დასმა მინდოდა და აღარ დაგისვით. წარმოუდგენლად მოუმზადებელი იყავით რა, იმიტომ რომ ეხა ერთი დღეც არ გიმუშავიათ, ეხა უბრალოდ არ იცით როგორ ფუნქციონირებს მთავრობა. მოხვედით უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელად და გზადაგზა უნდა ისწავლოთ ეხლა. და თავარი რა, ეხლა მართა თუ ეკონომიკა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მართა თუ კვირიკაშვილზე დაწუნებული იყავით, რომ ეხლა მემის დამცველა და ვერასოდეს ვერ გამოვდგები, ხო? თუ კვირიკაშვილი იმიტომ გააგდეთ მინისტრთა კაბინეტიდან, რომ ეკონომიკა წარმოუდგენელ დაღმასვლას განიცდიდა, ორ დღეში გამოხვედით, ჩაატარეთ
და ბრიფინგი და მართლაც მიიწერეთ შესაძლებელია ყველაფერი ის რაც მან გააკეთა, თუ გააკეთა, ხო? და თუ კი ეკონომიკური ზრდა არის უშველებელი, რას ერჩოდით იმ ადამიანს? ანუ აქ ბატონმა რომანმა რაც ახსენა, ამაშია საქმე. ეს იყო მიზეზი უბრალოდ. ბატონი ქუმსიშვილის, ბატონი კვირიკაშვილის, კათიშვილმა არის ეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ხელეწიფებოდა, წოდომა ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებებზე, ხო? ესე ხო არ არის იყოს იმუშაოს პრემიერ-მინისტრად 3 წელიწადი და მე უცბად 1 საათში მოიხსნას და კაცმა არ იცოდეს სად მიდის ეს ადამიანი. რას ერჩოდით მაშინ იმ ეკონომიკურ ბლოკს თუ მართლა წინსვლას განიცდით? აი არ მესმის და მოიყვანეთ ბატონი ეკონომიკის მინისტრი და ბატონი ფინანსთა მინისტრი, რომელიც თუ არა თუ თქვენ ფიქრობთ რომ ახლა მე ოპოზიციონერი ვარ, აუცილებლად კრიტიკული მოსაზრება უნდა გამოთქვა, რომ იბრძანდებით თქვენს მეგობრებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, მათ კითხეთ, რა შთაბეჭდილება დატოვეს დღეს და გუშინ.